მოგესალმებით, მე ვარ ავთადი ლომთათიძე. ეს იქნება ფიხტეს შესახებ ლექციების კურსი. ეს არის პირველი ლექცია, რომელსაც დავარქვი კანტიდან ფიხტემდე. ამ ლექციის მიმდინარეობისას განვიხილავ თუ როგორ გამოიწვია კანტის ფილოსოფიამ ფიხტეს ფილოსოფია. ანუ როგორ გადავდივართ კანტის ფილოსოფიიდან ფიხტეს ფილოსოფიამდე. ამ ლექციის მიმდინარეობისას მთლიანი ფიხტეს ფილოსოფია იქნება განხილული, თუმცა სანამ უშუალოდ ფიხტეს ფილოსოფიაზე გადავალთ, აუცილებელი არის კონკრეტული ამ კომპონენტის განხილვა, თუ რა წინაპირობა ჰქონდა მას კანტის ფილოსოფიის სახით. ამ ლექციიდან პატარა მონაკვეთი ასევე იქნება ამოჭრილი და დაიდება ჩვენს YouTube არხზე, თუმცა სრული ლექციის სანახავად აუცილებელი არის, რომ გაწევრიანდეთ ჩვენს Patreon-ის არხზე, რომელიც YouTube-ის ვიდეოსთვის აუცილებლად იქნება აღწერაში მითითებული. აუცილებელი არის კანტის ფილოსოფიის ცოდნა იმისათვის, რომ გავიაზროთ ფიხტეს ფილოსოფია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ამ ლექციის მიმდინარეობისას მე კანტის ფილოსოფიას არ ავხსნი, უბრალოდ დავხსნი მთავარ პრობლემებს, რაც კანტის ფილოსოფიაში იყო. მთავარ წინააღმდეგობებს, რაც კანტის ფილოსოფიამ გამოიწვია და შემდეგ როგორ გადაჭრა, ან თუ ვერ გადაჭრა, როგორ ვერ გადაჭრა ფიხტემ ეს ფილოსოფიური პრობლემები, რომელიც კანტის ფილოსოფიაში იყო. პირველ რიგში რაც აუცილებელი არის ფიხტეზე რომ ვთქვათ, არის ის, რომ დიალექტიკა, ის როგორიც ჩვენ ვიცით, მაგალითად ჰეგელისგან, ანუ ფილოსოფიური სახე, სისტემური ფილოსოფიური სახე, როდესაც დიალექტიკას გააჩნია, ესეთი სახე პირველად დიალექტიკა მიიღო ფიხტესთან. დიალექტიკის ასეთი სახე ფიხტემდე არ არსებობდა საერთოდ ფილოსოფიაში. თუმცა, როდესაც ჰეგელსზე საუბრობენ, ძალიან ხშირი არის ხოლმე, როდესაც ჰეგელზე ამბობენ, რომ თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი. და ამგვარად განიხილავენ ჰეგელის დიალექტიკას ამ სამი დებულების მიხედვით, ხომ? ეს სამი დებულება რეალურად არის ფიხტესი. ჰეგელთანაც არის მსგავსი, მაგრამ განსხვავებული არის და ამ ტერმინების გამოყენება ყველა შემთხვევაში ჰეგელთან სწორი არ არის. იმიტომ რომ მაგალითად საფრანგეთის რევოლუციას, როდესაც განიხილავს ჰეგელი, უკეთესი არის იმ ტერმინების გამოყენება ჰეგელთან, რომელსაც თვითონ ჰეგელი იყენებს. გადავიდეთ უშუალოდ ლექციის თემაზე და უფრო კარგად დავხსნათ, რატომ არის ფიხტე ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება გერმანულ იდეალიზმს. ფიხტეს ფილოსოფია ჩამოყალიბდა კანტის ფილოსოფიის საფუძველზე. ფიხტეს ფილოსოფია გამოწვეული იყო კანტის კრიტიკის საფუძველზე და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ზუსტად. პირველი წინააღმდეგობა, რომ განვიხილოთ თვითონ კანტის ფილოსოფიაში არის ის, რომ როდესაც იმს რაღაცებში დაეთანხმა, რაღაცებში არა, რაც წეგან განვიხილე რომ სასრულო გონებრივ არსებებთან და მეცნიერებათა არსებობათა დაკავშირებით, კანტმა რამდენიმე დებულება ჩამოაყალიბა, რამდენიმე პრინციპი თავის ფილოსოფიაში. პირველი არის ის, რომ შემეცნების სრული ავტონომია მიანიჭა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდან საერთოდ არ ჩანს ესე, შემდეგ ამას აკეთებს, რადგან ადამიანს ანიჭებს მორალის საკითხში განსაკუთრებით სრულ ავტონომიას და სუბიექტს აძლევს იმის საშუალებას, რომ მორალი თვითონ განსაზღვროს, თვითონ განსაზღვროს შემეცნების საგანი, სუბიექტის საფუძველზე დგინდება შესაბამისად, შემეცნების საგანი, ასევე ზნეობრივი ქცევის საგანის და საერთოდ ზეონებრივი ქცევის განსაზღვრელი კანონებიც სუბიექტზე არის დამოკიდებული და სუბიექტი განსაზღვრავს მას და ადამიანი, ასე ვთქვათ, ყველა სფეროში თავის თავს უნდა ემყარებოდეს. ეს კონკრეტული პრინციპი კანტთან ჩანს მიუხედავად იმისა, რომ კანტის მთლიანი ფილოსოფია საერთოდ ამას არ ემყარება. და ჩანს იმიტომ, რომ როდესაც კანტმა ზნეობრივ საკითხებში ადამიანს სრული ავტონომია მიანიჭა, ამით მან გააბსოლუტებისკენ უბიძგა და რადგან მან ერთ კონკრეტულ საკითხში, ერთ კონკრეტულ სფეროში, ამ შემთხვევაში ზნეობრივ სფეროში გააბსოლუტებისკენ უბიძგა ადამიანს, ეს შემდეგ ეს ბიძგი კიდევ იწვევს შემდეგ ბიძგს, რომ ადამიანი საერთოდ ყველა სფეროში უნდა იყოს გააბსოლუტებული. და შესაბამისად, აქედანვე მიხვდებით, რომ ეს კანტის ფილოსოფიაში საერთოდ არ ჯდება. თუმცა მიზეზობრივად რო გავყვეთ, ეს ამას იწვევს. რასაც შემდეგ მოგვიანებით უფრო ჩავშლი, როდესაც ფიხტეს ფილოსოფიასთან მიმართებით განვიხილავ ამ ყველაფერს. და რატო არ ეთანხმება? იმიტომ რომ კანტი ჰიუმს დაეთანხმა იმაში, რომ ადამიანი არის შეზღუდული, ადამიანი არის სასრულო გონებრივი არსება. შედეგად
კანტთან ვიღებთ ორ ფუნდამენტურ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას. წინააღმდეგობა არის თეორიულ სფეროში თავისთავად ნივთსა და ტრანსცენდენტალურ პერცეფციას შორის, პრაქტიკულ სფეროში წინააღმდეგობა არის წმინდა გონების პოსტულატებსა და სუბიექტის ავტონომიურ მორალურ კანონებს შორის. ამაში გულისხმობ იმას, რომ წმინდა გონებას, როდესაც გააჩნია პოსტულატები, ეს პოსტულატები მითითება არის შეუმეცნებელ თავისთავად ნივთზე, ხოლო რადგან სუბიექტი არის ავტონომიური მორალურ საკითხებში, ეს პოსტულატები, ანუ შეუმეცნებელ თავისთავად ნივთზე, რომელიც აკეთებს მითითებას, ეს პოსტულატები ეწინააღმდეგება სუბიექტის ავტონომიურობას ნებისმიერ სფეროში. ხოლო კანტმა სუბიექტი ზნეობრივ საკითხში, ზნეობრივ სფეროში გახადა ავტონომიური. ამის გამო კანტთან მივდივართ დილემის წინაშე. ეს დილემა არის ის, რომ ორი ალტერნატივა დგება კანტის ფილოსოფიაში და კანტმა წესით აქედან რომელიმე უნდა აერჩია, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ორიდან ორივე ვარიანტი ჰქონდეს ფილოსოფიაში ისე, რომ თვით წინააღმდეგობას თავი არიდოს. პირველი ვარიანტი არის, რომ უნდა დასაბუთდეს ადამიანის როგორც ზნეობრივი არსების სრული ავტონომია, ხოლო ეს დასაბუთება განხორციელდეს თავისთავადი ნივთის უარყოფით და მეს თვითმიზეზად წარმოდგენით, მეს გააბსოლუტებით, ან მეორე ალტერნატივა. უნდა დასაბუთდეს ადამიანის სრული განსაზღვრულობა გარედან, თავისთავადი ნივთიდან, ღმერთის ნებიდან და მოჰყვეს ადამიანის როგორც ზნეობრივი არსების ლიკვიდაცია. სამწუხაროდ კანტი ამ ორი ალტერნატივიდან ვერც ერთს ვერ ირჩევს, შესაბამისად მის ფილოსოფიაში კიდევ ერთი წინააღმდეგობა რჩება. რაც შეეხება კანტის მესამე კრიტიკას. მესამე კრიტიკის მთავარი პრობლემა, რაც არის ის, რომ კანტმა სცადა თავისუფლებისა და აუცილებლობის სფეროების გაერთიანება და ამ ყველაფრის გაკეთება უნდოდა ტელეოლოგიის საშუალებით. ამისთვის კანტმა ჩამოაყალიბა მიზანშეწონილობის პრინციპი, მიზანშეწონილობის პრინციპი როგორც გონების რეგულატორული პრინციპი და კანტის მიხედვით ეს პრინციპები არის განპირობებული და არავითარ შემთხვევაში ამ პრინციპებს საქმე არ აქვს უპირობოსთან. მან თქვა, რომ ეს პრინციპები არის ფიზიკურ-მექანიკური მიზეზობრიობა და არა ტელეოლოგიური კაუზალობა. აქ პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ კანტმა ამ პრობლემის გადაჭრა სცადა სუბიექტური მიზანშეწონილობის ხარჯზე და არა ობიექტური მიზანშეწონილობის ხარჯზე. შესაბამისად, ეს პრინციპი, რადგან ობიექტური არ არის, პრინციპი თავად ობიექტების ურთიერთდამოკიდებულებაზე, არამედ ეს არის მხოლოდ გონების დამოკიდებულების პრინციპი. მხოლოდ გონების დამოკიდებულებას ახსნის კანტი ამას და სამყაროში არანაირად არ მოქმედებს როგორც რაღაც კონსტიტუციური. არ არის რაღაც ისეთი, რაც არის პრესკრიფციული, არამედ უბრალოდ დესკრიფციული არის ისიც მხოლოდ სუბიექტის გონებისთვის. ხოლო ფიხტემ, რადგან მე გააბსოლუტა, ეს კანტის სუბიექტური მიზანშეწონილობის პრინციპი გახადა ობიექტური, იმიტომ რომ მე აბსოლუტი არის, მე ფიხტესთან უკვე სუბსტანციაა, შესაბამისად ეს პრობლემაც ფიხტემ გადაჭრა. რადგან როდესაც მე გააბსოლუტდება ფიხტესთან, ეს პრინციპი უკვე გახდება კონსტიტუციური პრინციპი გონებისთვის, კონსტიტუციური ბრჭყალებში და შესაბამისად ეს პრინციპი გახდება ტელეოლოგიური. და ტელეოლოგიურ კაუზალობასთან გვაქვს უკვე ფიხტესთან საქმე და ამით ფიხტემ ეს პრობლემაც გადაჭრა. როდესაც ფიხტემ თავისი აზრები გამოთქვა თავისთავადი ნივთის შესახებ და მის გააბსოლუტების შესახებ, კანტი საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა ამ ყველაფერს. თუმცა ფიხტემ თქვა, რომ მეო კანტთან მეგობრობო, მეო კანტის ფილოსოფიას არ უარყოფო და კანტის ფილოსოფიის საზღვრებს გარეთ არ გავდივარო. ამას ამბობდა ფიხტე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად აკეთებდა მაგას. და ამბობდა, რომ მე უბრალოდ კანტის ფილოსოფიას განმარტავო. ეგ რეალურად საერთოდ არ ხდებოდა, იმიტომ რომ ფიხტემ მე გააბსოლუტა, რაც კანტის ფილოსოფიაში შეუძლებელი არის რომ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიხტემ ამით ბევრი პრობლემა გადაჭრა კანტის ფილოსოფიაში. შეუძლებელია, რომ ფიხტეს მართლა უბრალოდ განემარტა ესე კანტის ფილოსოფია, რადგან მის საზღვრებს გარეთ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიხტე
ამის საპირისპიროს ამბობდა. და აქედან უკვე იწყება ფიხტეს ფილოსოფიის პირველი ეტაპი, როდესაც მან 1794 წელს გამოაქვეყნა თავისი მეცნიერებად მოძღვრება. რადგან იგი ამ წიგნით გავიდა კანტის ფილოსოფიის გარეთ და ჩამოაყალიბა სისტემური ფილოსოფია. ისთვის სულ ეს იყო შემდეგი ლექციაზე უკვე გადავალ თვითონ ფიხტეს ფილოსოფიის განხილვაზე, რომელიც იქნება უფრო მეტად დეტალური, თუმცა ეს ლექცია აუცილებელი არის, რადგან იცოდეთ თუ რას განვიხილავ შემდეგ ლექციებში, იმიტომ რომ შემდეგ ლექციებში ავხსნი თუ როგორ მოაგვარა ფიხტემ თითოეული ეს პრობლემა დეტალურად, რა თქმა უნდა, და რა არის საერთოდ ფიხტეს ფილოსოფია. თუმცა ეს ლექცია საჭირო არის, იმიტომ რომ ვიცოდეთ საიდან იყო გამოწვეული თვითონ ის, რაზეც შემდგომში უნდა ვისაუბრო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.